უფრო მეტ სხვა ფიქრებს, უფრო მეტი გვინდა ვაკეთოთ სპორტული თვალსაზრისით. მართლა ძალიან კაი პროექტი გამოვიდა. კორტზე ჩატარდა CrossFit-ის ჩემპიონატი და რაღაც ამით შეგვიძლია ჩვენი მხრიდან ვიამაყოთ. პადელმა ისე ვთქვათ, აი ადამიანები მაგრამ მიიზიდა. ისე ეძახიან, რომ ძალიან მაგარი კორტები არისო და არ ვიცი. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა კუსტვა პადელისთვის? კუსტვა პადელის კლუბს კიდე სხვა პასუხისგებლობა აქვს. მადლობა, რასაც აკეთებ. ამ ექსპერიმენტმა მე ვფიქრობ, რომ გაამართა. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ოქტოპუს პოდკასტიდან. სანამ უშუალოდ ეპიზოდის ჩაწერაზე გადავალთ, ერთი პატარა თხოვნა გვექნება, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები YouTube-ზე და Spotify-ზე და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი არც ერთი ეპიზოდი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სპორტზე, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში და მსოფლიოშიც ძალიან დიდი პოპულარობა, ესე ვთქვათ, მოიპოვა და ეს არის პადელი. ჩვენი დღევანდელი სტუმარია კუსტვა პადელის თანადამფუძნებელი ბესო ხარძიანი. ბესო, მოგესალმებით და მადლობა, რომ დრო დაგვითმე და შემოგვიერთდი. პირიქით, მადლობა თქვენ, დავით გიორგი, პირველ რიგში მოპატიჟებისთვის და ასევე ამ ფორმატში მეორედ ვარ უკვე, რომ ადამიანებს ვახსენდები ჯანსაღ ცხოვრებასთან, სპორტთან და ჩემთვის ნამდვილად ორმაგაცა სიამოვნოა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ ოქტოპუსის 10 წლის იუბილეს. მადლობა. თელ გუნდს, თელ კოლექტივს, ძალიან კარგები ხართ, ძალიან სწორად აკეთებთ იმ საქმეს, რასაც აკეთებთ და ფაქტით სახეზეა ჩვენი ბოლო პროექტი, სადაც წარმოდგენილები ვიყავით ოქტოპუსის 10 წლის იუბილეზე კუსტვაზე, ფესტივალის სახით. ძალიან კარგი იყო მოკლედ და მინდა რომ გისურვოთ ბევრი წარმატება და ბევრი გამარჯვება თელ გუნდს. მადლობა. მოდი მაშინ ესე დავიწყოთ. სანამ პადელს შევეხებით, მოდი შენით მინდა რომ დავიწყოთ, როდის გაგიჩნდა ზოგადად სპორტის მიმართ ინტერესი? ჩემ შემთხვევაში დაახლოებით 5 წლის წინ გავიგე ერთი ადამიანისგან, მაშინაც კუსტვაზე ფიქრობდით ამის გაკეთებას, ამის შემდეგ რაღაც მიზეზების გამო იქ ვეღარ მოხერხდა ეს პროექტი და უშუალოდ უკვე დღევანდელ ჩემ პარტნიორებთან ერთად ვისთანაც ვაკეთებთ ამ კარგ საქმეს. დაახლოებით წინა წელს ზაფხულში ესპანეთში ცხოვრობს თვითონ შოტიკო, ჩემი პარტნიორი და მისი იდეა იყო, რომ მოდი გავაკეთოთ კუსტვაზე პადელის კორტები და მოკლედ ხელი ჩამოვარს ერთმანეთს და დავიწყეთ ეს პროექტი. მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო მანამდე მქონდა სურვილი მით უმეტეს კუსტვაზე. ანუ ჯერ არ იყო ხო ესეთი პოპულარული მაშინ საქართველოში. მაშინ იყო თუ სწორად მახსოვს ერთადერთი კორტი იყო, ამის შემდეგ უკვე აკეთდა სხვა კლუბიც და ამის მეშვეობით ასე თქვათ უკვე დაიწყო ვთქვათ პადელომანია, ასე რომ დავარქვათ ჩვენ ქვეყანაში და ჩვენც რა თქმა უნდა სურვილი გაგვიჩნდა. ხედავდით პერსპექტივას, მით უმეტეს ჯანსაღ სპორტზეა საუბარი და გარემოც ისეთი ჯანსაღი ავარჩიეთ კუსტვა ამ შემთხვევაში, რომ კუსტვას ძალიან უხდება, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ადგილია. ასე ვთქვათ განწირული იყო კუსტვა კაი გაგებით, ასე ვთქვათ წარმატებისთვის დავარქვათ თუ აი ამ პროექტისთვის იყო განწირული და მადლობა ყველას ვინც გვერდში დაგვიდგა ამაში, რომ ეს პროექტი განხორციელდა. ბესო, გახსოვს შენი პირველი შეხვედრა პადელთან? რამაც ძალიან დაგაინტერესა. იმ თვალსაზრისით თუ როდესაც გავიგე უშუალოდ პადელი რა იყო, ამას თუ გულისხმობთ, პირველ რიგში მომეწონა, როდესაც მანახეს ასე ვთქვათ კორტის ვიზუალი, რაღაცა უცხო იყო ჩემთვის კორტი, მინებით შემოსაზღვრული, ახალი იყო და ლამაზიც იყო და ძალიან მომეწონა და რაც შეეხება უშუალოდ როცა შევეხე პირადად და ვითამაშე, ამ სპორტს ერთი კარგი თვისება აქვს და სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად, ამიტომაც არის ალბათ მასიურად დღეს ხალხი ჩართული, გაგრძნობინებს, რომ თამაში შეგიძლია და გიღებს, ასე ვთქვათ, სპორტი პირველივე შეხების დროს და ასე ვთქვათ, გაბედნიერებს. ამ შემთხვევაშიც, ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო, რაღაცა სპორტული
მომენტები გააღვიძა და ჩამithრია ასე რომ იტყვიან კარგი გაგებით რა. ანუ რთული სათამაშო არ არის, ხო, პადელი? რთული სათამაშო არ არის, ну თუ რაღაცა ასე ვთქვათ, გვინდა რომ რაღაც მაღალ საფეხურებზე ავიდეთ, იქ უკვე რთულდება, მაგრამ თუ რაღაც სხვა სპორტის პარალელებს გავავლებთ, შედარებით მარტივი არის. ანუ შედიხარ კორტზე, გამოგდის, სახალისო არის, მარტო არ ხარ, მაინც გუნდური სპორტს დავარქმევდი, 2-2-ზე თამაშობ და გუნდური თამაშის პრინციპი არის, გასართობი არის და ნებისმიერ შემთხვევაში მოგიტო ვახსენე, რომ მოსაწყენი არ არის. თუ ეხა მოყვარული ადამიანისთვის, მოთამაშისთვის რაღაცა სპორტი მოსაწყენი ხდება, რა თქმა უნდა, ის იქ მეორე და მესამედ აღარ მივა და აი ამ შემთხვევაში, პადელის შემთხვევაში სხვანაირად არის, პირიქით გითრევს და გაგზნობინებს, რომ შეგიძლია. ფაქტი სახეზეა, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა, კი, საკმაოდ ისეთი პოპულარულია პადელი, რომ აუ კი, საკმაოდ. ყველგან ეგესმის რა, რომ აი პადელი და უკვე თბილისშიც ესე მასობრივად უკვე კეთდება ხოლმე. ითანხმებით, კი ბატონო. იცი რა მაინტერესებს, ეგეც რო გავშალოთ, ხშირად აიგივებენ ხოლმე ჩოგბურთთან და მართლა არის ამე მსგავსება თუ ბუნებრივია, რომ პირველი, ასე ვთქვათ, შეხედვით აიგივებენ, ახლა კალათბურთს ვერ შევადარებ. ხო, ნუ ხელში ჩოგანი გიჭირავს. ბუნებრივია, ხელში ჩოგანი გიჭირავს, ბურთიც გავს, პრინციპში თითქმის იგივეა, ოდნავ რაღაცა ზომებში პატარა შეიძლება იყოს პადელის ბურთი, ბადეც გვხდება და რა თქმა უნდა ლოგიკურია, მაგრამ რაც უფრო ჩაირთვები ამ სპორტში, ამ თამაში, უფრო ხვდები, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ჩოგბურთთან. და უფრო თუ შევადარებთ რაიმე სპორტს, პინგ-პონგს უფრო გავს, ეგრეთ წოდებულ მაგიდის ტენისს, ვიდრე ჩოგბურთს. ვიცი, აი ეს უნდა გამოცადო, ითამაშო და უფრო მიხვდებით, ეხა იმ სიტუაციას, ეხა რასაც მე ვწე პადელთან დაკავშირებით. ჩოგბურთში გადავარდნილი ბურთი, გადავარდნილი ასე რომ ვთქვათ, პადელში სუ დინამიკაა, სუ მოძრაობს ეს ბურთი, უკან მინა გვაქვს, რომელიც თამაში არის, საკმაოდ აქტიურად იყენებენ მოთამაშეები და, პრინციპი საერთოდ სხვა აქვს პადელს რა. და რა მაინტერესებდა, უცბად გკითხავ. პადელის მსაჯები არსებობენ? აი კონკრეტულად ვინც უშუალოდ რაღაცა ტურნირზე მსაჯობს, ესე ვთქვა. პადელის მსაჯები ყავს, დიდი ფუფუნება არ გვაქვს საქართველოში, ჯერჯერობით, რამოდენიმე მსაჯი ყავს. და რამოდენიმე ტურნირზე ჩვენთან ყავდნენ კიდევაც, მაგრამ რაღაცა უფრო მეტ პრობლემებს იწვევენ, ესე გამოვიდა საბოლოო ჯამში, ხო, მოთამაშე, ანუ იმიტომ კი არა რომ მსაჯია ცუდი ან თუდად მსაჯობენ. ამ შემთხვევაში მაინც ჯერჯერობით უფრო სამოყვარულო დონეზე მიდის პადელი და ასე ვთქვათ, მაინც გვიწევს ამ ხალხის მოსმენა და ურჩევნიათ რომ ერთმანეთში, ასე ვთქვათ, მორიგდნენ ხოლმე კონკრეტულ სიტუაციებში, თუ რამე სადაო არის, ან გადათამაშება მოხდეს, იმიტომ რომ თვითონ სპორტიც ისეთია, რომ ვარის სისტემა უნდა გქონდეს, თუ გვინდა რომ რაღაცა ბოლომდე, ასე ვთქვათ, სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღოთ. ვარი, ხო, ვარი ყველგან ჭირდება უკვე ვარი და ნუ პადელშიც განსაკუთრებით, იმიტომ რომ თვითონ თამაში ისეთია, რომ რაღაც ერთი მსაჯი კი არა, 4 რო იყოს, 4-ვე ვერ დაინახოს ის მომენტი და იმ მომენტში მოთამაშემ, ასე ვთქვათ, რაღაცა სინდისზე გადის, ეხლა მოთამაშეების სინდისზე გადის კონკრეტული გადაწყვეტილებები, ესე რაღაცა ხუმრობით ვთქვათ და ერთმანეთში უნდა მორიგდნენ, თორე კითხვაზე პასუხი არსებობს თუ არა, ყავს, ძალიან კარგები არიან და ჩვენც ხშირ შემთხვევაში თანამშრომლობთ ხოლმე მათთან, მაგრამ რაღაცა ასე მიდის ბოლო პერიოდია. ხო, რა თქმა უნდა, ტურნირების მიმართულებას, ვთქვათ. კაი, და ერთი ამაზეც მინდა კითხო. აი, როდის იყო შენ ცხოვრებაში ის მომენტი, რომ აი კონკრეტულად უკვე პადელის განვითარებაზე იფიქრე საქართველოში? რომ უკვე აი აქ დაგეწყო, როგორც ესე ვთქვათ, ბიზნეს პროექტი და უკვე სპორტის ესე ვთქვათ განვითარება. მოდი ესე ვთქვათ, როგორც ვახსენე, ჩემ პარტნიორი ჩამოსული იყო, ასე ვთქვათ, გასული წლის ზაფხულში და იქ ითქვა, რომ მოდი ეს პროექტი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, როგორც
ბიზნესი ისე შევხედეთ და ამაში ცუც მე ვერაფერს რა ვერ თქმა ხედავ. მაგრამ აი გარდა იმისა, რომ ისიც ვახსენე, რომ ამ სპორტმა ჩათრევა იცის უშუალოდ თამაშის პროცესში, ამ კუთხითაც ასე ვთქვათ ჩაგვითრია და რაღაცა უფრო მეძგვაფიქრებს, ერთი შეხედვით გვინდოდა გუსტბაზე ლამაზი პროექტი, რომელიც ასე ვთქვათ, უხეშადო ვთქვათ, დაიტვირთებოდა კორტები, ყველა ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ უფრო მეძგვაფიქრებს, უფრო მეტი გვინდა ვაკეთოთ სპორტული თვალსაზრისით. და რას გულისხმობ ამაში, რომ ადელი 2032 წლისთვის ოლიმპიურ სპორტად აღიარებენ, ამას ველოდებით ყველა, უფრო მანამდე აზიის და ევროპის ოლიმპიური კომიტეტებმა აღიარეს, ანუ როგორც სპორტს ისე უნდა შევხედოთ. ხო, ანუ ახალი სპორტი შემოვიდა. მე ხა სხვა კლუბებზე ვერ ვისაუბრებ, ყველას თავისი პოლიტიკა და მიდგომა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი მიდგომა გარდა იმისა, რაც თქვი, რომ ასე ვთქვათ, უნდა ყოფილიყო პროექტი, რომელიც იმუშავებდა, ასე ვთქვათ, გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ უნდა გავზარდოთ იქ ახალგაზრდა პადელის მოთამაშეები, რა ვიცი, რა იცი რა ხდება. ყველა ფეხბურთელი, ყველა მოჭიდავე, ყველა ასე ვთქვათ, სხვა სპორტის წარმომადგენლები ხო არ იყო საქართველოს, უნდა გვყავდეს პადელის მოთამაშეებიც, ეს არის ჩვენი აზრი, ჩვენი პოლიტიკა და გვინდა რომ ნელ-ნელა რაღაც აკადემიის სახე მივცეთ, გვყავს ლიცენზირებული მწვრთნელები, ისინიც კიდევ უფრო გადავამზადოთ, მათ შორის თუ საჭირო იქნება გავუშვათ უცხოეთში და უფრო მეტი ცოდნა ჩამოიტანონ, ან პირიქით ისინი ჩამოვიყვანოთ აქ და აქ მიიღონ ჩვენმა მწვრთნელებმა გამოცდილება და არა მარტო ჩვენმა მწვრთნელებმა, სხვაებიც შეიძლება ამაში ჩაერთონ, თუ სხვა კლუბის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები და მწვრთნელები ასე უყურებენ, როგორც ჩვენ უყურებთ, სპორტია და რატომაც არა შეიძლება ორი საქმე ერთად ვაკეთოთ, ბიზნესი ბიზნესად და სპორტი სპორტად განვითარდეს. რა ვიცი, ამაში კიდევ ერთხელ ვიძახით, ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ ჩვენ. ძალიან მაგარი. ვესო, დღეს დღეისობით აქტიურად თამაშობ შენს პადელს თუ? მე სამწუხაროდ აქტიურად ეხლა თეორიის დონეზე უფრო გამოვირჩევი ალბათ. სამწუხაროდ ვერ ვთამაშობ, რაღაცა მიზეზების და გამო, მოხსე რაღაც ტრამვა მქონდა, ოღონდ ეს პადელინა გამომდინარე არისო, სრიალი მიყვარს თხილამურებზე, მომივიდა ასე ვთქვათ ტრამვა და ამის შემდეგ ცოტა გამიჭირდა აღდგენა, ვერც მოვიცალე, ასე რომ ვთქვათ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩავერთვები, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, საკუთარ კორტზე ფეხი არ მაქვს დადგმული და არ მითამაშია და ძალიან მაინტერესებს. როგორც ამბობენ, კარგიაო, ისე იძახიან, რომ ძალიან მაგარი კორტები არისო და არ ვიცი, ჯერ არ ვიცი მე და როცა მოვუყოჩაღდები, ასე ვთქვათ, მე შეიძლება უკვე მეც გამოვცადო და აქტიურად მინდა რომ ჩავერთო და ვისწავლო უკეთესად ეს სპორტი. გასაგებია. კი ბატონო, აი დღეს უკვე ამ გამოცდილების ფონზე აი როგორ ახსნით იმას, რაც ესე ადამიანებს ძალიან იზიდავს პადელის მიმართ რა, იმიტომ რომ ჩემმა მეგობრებმაც არასპორტულმა ადამიანებმა, მოდი ესე ვიტყვი, აი საერთოდ რო სპორტთან არ ყოფილან შეხებაში, პადელის თამაში ისე დაიწყეს და იმდენად უკვე აქტიურად თამაშობენ, რომ აი ცხოვრებაში რო არ ვიფიქრებდი, რომ აი ეს რაღაცა სპორტით დაკავდებოდა რა. და პადელმა ესე ვთქვათ, აი ადამიანები მაგრა მიიზიდა. და აი რა ნიშაა აქ ისეთი? მოკლედ როგორც ვახსენე, გასართობი არის, ეხა რაზეც არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის ეს კარგია, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება, ის ცოტა გასართობიც თუ არ არის ჩვენთვის რა, როგორც ასე ვთქვათ, მოყვარული მოთამაშეებისთვის, აი ეს აქვს სწორედ რა, უნდა იყოს გასართობი და ძალიან გასართობი არის, ასევე ამ სპორტმა გამოიწვია ეგრეთ წოდებული, არ ვიცი, community, სადაც ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნეს, არსებობს ამის WhatsApp ჯგუფები, სხვადასხვა ჯგუფები, ერთმანეთს ასოცვლიან, საუბრობენ, რა ვიცი, ჩოგნებზე, საუბრობენ ერთმანეთის თამაშზე, ბევრი ტურნირი ტარდება, ესეც ახალისებს, არ ვიცი, რამდენი ტურნირი დღესაც პადელში ტარდება, სადმე თუ ტარდება ეხლა ამ სამოყვარულო დონეზე გულისხმობ და ვიღაცებს ალბათ ვისაც უნდა დიდი სპორტსმენი გამხდარიყო და რაღაც მიზეზების გამო ვერ გახდა, აი აქ პადელში ამ სპორტში იპოვა თავი, კი. და აი ეს იქნებოდა ალბათ ჩემი პასუხი, რომ და კიდევ ის, რომ
ეს სპორტი არ არის რთული. მე ესე ვიტყოდი, კი, რაღაცა მაღალ დონეზე ყველაფერს აქვს თავისი რთულე და თავისი ცოდნა, თავისი შრომა ვარჯიში და ასე შემდეგ ჭირდება, მაგრამ მაგრამ სამოყვარულოს ეხა შეუძლია შეიძლება ნებისმიერ ხუმრობ ხოლმე, ეხა თქვენ სახსენეთ ისეთი ხალხი თამაშობსო, რომ აი სპორტთან ხო, აი, კავშირი არ ზუსტად, ქონიაო კი. და მეც ხუმრობ ხოლმე, ეხა ჩემ გარშემოც არის ადამიანები ეგრეთ წოდებული, აი აჯიმანია რო არ აქვს გაკეთებული სახლშიც რა, არათუ სადმე და აი ესეთი ხალხი ამოდის და თამაშობს და ეს არის ბედნიერება, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ამას პადელი იზამდა თუ სხვა რაიმე სპორტი იზამდა და ამ შემთხვევაში ჩვენ სადღაც ამ პადელის გარშემო ვიდგებოდი თუ არა, უკვე კარგია რომ მასობრივად ხალხი არის დაკავებული რაღაცა ჯანსაღი ცხოვრებით და ეს ჯანსაღი ცხოვრება რაღაც ჯანსაღ ფსიქიკასთან ასოცირდება და ეს ჯანსაღი ფსიქიკა კიდე ასოცირდება სწორგადაწყვეტილებებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბედნიერები ვართ ყველა ამით. ესო, ეხა ახსენე კაკრას ტურნირები, ნუ ხედავთ სავსე კორტებს, ტურნირები არის ძალიან ბევრი მართლა. მაგრამ რეალობაში რა ხდება კულისებს მიღმა, რასაც ხალხი ვერ ხედავს. რა შრომა იდება პადელში და ასე შემდეგ. აი მაგაზეთ 1-2 სიტყვა რო გითხრა რა. აი კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ როგორც სხვა დანარჩენი სფერო ალბათ, რაღაცა ბოლო პროდუქტი ასე რომ ვთქვათ, ბოლო შედეგი ჩანს ხოლმე და უკან რა შრომასთან არის დაკავშირებული, ბევრმა არ იცის ხოლმე და ვერ იგებს. ამ შემთხვევაშიც ერთი შეხედვით მარტივად ჩანს ყველაფერი, მაგრამ აქაც დიდი შრომა არის. უამრავი ეგრეთ წოდებული WhatsApp ჯგუფი, სადაც განვიხილავთ უამრავ საკითხს, სხვადასხვა მიმართულებით, გვყავს ასე ვთქვათ, საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ამზადებს ბადე როგორი უნდა იყოს, ვინ მის უნდა შეხვდეს, ასე ვთქვათ, როგორ უნდა დაწყვილდეს მოთამაშეები, ნუ ამას რა თქმა უნდა გვაქვს ცალკე ასე ვთქვათ, რა ქვია იმას სისტემა კი არა. პროგრამა, გამომჩა. ცალკე პროგრამა არსებობს, სადაც ეს რაღაც სამართლიანი პრინციპი წყვილდება და ეს ყველაფერი უნდა განისაზღვროს, ასე ვთქვათ, გააჩნია კიდე დამკვეთი ამ შემთხვევაში, ესე ვხვეშად ვთქვათ, რა სახის ტურნირი ჭირდება. არის ტურნირები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ჩვენი სახელობის, არის ტურნირები, რომელიც მოდის დამკვეთი, რომელიმე კომპანია და უშუალოდ რაღაც მიმართულებას გვაძლევს, მაგრამ აქაც ჩართულები ვართ, იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენი ნაწილი არის ხოლმე, ანდახან არის ის დამკვეთმა, უბრალოდ პადელის ტურნირი უნდა და ამის უკან რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და სწორედ ამისთვის ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფს და გუნდთან ერთად გავდივართ, რომ ტურნირი იყოს სანახაობრივი, უბრალოდ ტურნირი არ იყოს და იყოს სანახაობრივი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახით, ჩვენთვის თავარი არ არის რაღაც უბრალოდ ბევრი ტურნირი ჩავატაროთ, ჩვენთან უნდა ასოცირდებოდეს უსტვა პადელის კლუბში ხარისხთან ყოველი ტურნირი, იმიტომ რომ ამოდროულად ჩვენ სპორტს ვითარებთ, მე ესე ვუყურებ და ჩვენ ესე ვუყურებთ და ძალიან ასე ვთქვათ, ფრთხილად უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, მარტო ბიზნეს არ უყურებთ. აქედან გამომდინარე სპორტი ცოტა ფაქიზის საქმეა, რომელიც ახალია ყველასთვის და ასე ვთქვათ, უნდა განვავითაროთ სწორად და საკმაოდ შრომატევადია. არა ვთვლი რომ გუნკლავდებით და ყველაფერი რიგზია ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც არ ვიცი 5 თვის გახსნილები ვართ, ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ ბევრი ტურნირი არა წინა წელს 3 ოქტომბერს გავიხსენით, შემდეგ უკვე ზამთარი მოგვიწია, მოგესწრებათ ღია კორტები გვაქვს გუსტბაზე და აქედან გამომდინარე ზამთარი ცოტა პრობლემები გვექნება ხოლმე და პირველი სეზონია ჩვენთვის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკმაოდ ბევრი ტურნირი ჩავატარეთ, მათ შორის იყო საერთაშორისო ტურნირი, ბაბოლატ ლამბორგინის თასი, რომელიც ჩვენთან მოხდა. ამ ტურნირის და ასე ვთქვათ, ამ ღონისძიების მოწყობა და ასევე პირველი იყო ფესტივალის სახე, თქვენი ასე ვთქვათ, ოქტოპუსის 10 წლის იუბილეისთან დაკავშირებით ფესტივალის სახე ჩვენ კლუბში ესე არ ყოფილა, იქ მარტო პადელის ჩემპიონატი არ ყოფილა და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არათუ საქართველოში ვერ მონახავთ, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, სადაც პადელის კორტზე კროსფიტის ჩემპიონატი მიდიოდა და ეს ასე ვთქვათ, ამ ექსპერიმენტმა მე ვფიქრობ, რომ გაამართა. თქვენ კიდე შეიძლება უკეთ
რა თქმა უნდა. დაინახეთ ეს სიტუაციები და უკეთ ახსნათ ეს ყველაფერი, მაგრამ ვთვლი რომ მსგავსი ექსპერიმენტები შესაძლებელი არის პადელის კორტზე, ასე ვთქვათ, ორი სპორტული მიმართულება შეხვდა ერთმანეთს და რა ვიცი, მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა რა და ესეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქამდე არც არ ყოფილა ნამდვილად. და ძალიან საინტერესო იყო ყველასთვის როგორც მე ხვდები ამ ყველაფერს. ბესო, თუ გახსოვს ის მომენტი, როგორც მოთამაშე კი არა, უფრო ორგანიზატორი და სპორტის განვითარების ნაწილი გახდი. ეგ მომენტი იყო იმ დღიდან, რა დღიდანაც დავიწყეთ ეს პროექტი. არა უშუალოდ კორტები როცა გაიხსნა, არამედ უშუალოდ როცა პროცესში, როცა ეს პროექტი კეთდებოდა და მზადდებოდა, იმ დღიდან მოყოლებული, ასე ვთქვათ, ვერც მოვიცალე ცოტა ისეთი ნათქვამი არის, როგორც ახსენე, ფეხზეც პრობლემები მქონდა, მაგრამ ასე ვთქვათ, ვერ ვიცლი რა, ესე რომ ვთქვათ, უფრო ამ მიმართულებით ჩავერთე, ესეც სპორტია, ჩემი აზრით, სპორტს რო რაღაცა ვცდილობ რომ განავითარო და ჩართო მასიურად ხალხი, ასე ვთქვათ, ჩვენი წილი ამას ვცდილობთ, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დანარჩენი კლუბები, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით უფრო აი მაგ მომენტში მივხვდი, როცა დავიწყეთ ეს პროექტი და ვთქვით, რომ უნდა გაგვეკეთებინა. პრინციპში მაგის მერე მე ჯერ არ მითამაშია და როგორც ვახსენე, ელოდები გამოჯამრთელებას. კი. და იმედია, რომ მანდაც უფრო კარგად ვწდი ჩემ თავს მაგ სპორტში, იმიტომ რომ სპორტი კარგად უნდა იცოდე შიგნიდან, რომ ალბათ გარედანაც უფრო კარგად დაეხმარო და ალბათ სწორიც იქნება, რომ ეხლა მე სხვას მოუწოდებდე თამაშს და მე თვითონ ვერ ვთამაშობდე, არ ვთამაშობს, არ დავარქმევ, ფიზიკურად არ გამომდის, ესეც არასწორია და მგონია, რომ მაგალითიც უნდა იყო, რომ სხვას რაღაცას თავაზობ, შენც ალბათ ამის ნაწილი უნდა იყო უშუალოდ თამაშის მომენტშიც. როდესაც უკან იყურები, რა შეცდომები ან გაკვეთილები იყო ის, რამაც შენ საბოლოოდ შეგცვალა? ვფიქრობ, რომ უშუალოდ სანამ კორტების, ასე ვთქვათ, გახსნამდეც ბევრი მაგალითი და გამოცდილება მივიღეთ, უშუალოდ კეთების დროს, აქაც ერთი შეხედვით მარტივი კონსტრუქციები ჩანს, პადელის კორტის და იმასაც თავისი რთულეები ჰქონდა, უშუალოდ, ასე ვთქვათ, მშენებლობის პროცესში. ამის შემდეგ უკვე თუ იმას გულისხმობთ, ასე ვთქვათ, ტურნირიდან ტურნირამდე, დღიდან დღემდე რა განვითარებას ვიღებთ და რა შეცდომებს შეიძლება უშვებთ, რა თქმა უნდა, უშვებთ შეცდომებს, შეიძლება ეს სხვა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ პირველ რიგში მთავარი არის, რომ ჩვენ შევამჩნიოთ ის პრობლემები და მალევე მოვაგვაროთ და რასაკვირველია, ხა უშეცდომოთ საქმის კეთება, რა ვიცი, რომელი კარგი საქმე გაგიგიათ, სადაც შეცდომა არ დაშვებულა, იქ ხო ესია. მთავარია ისეთი არ დაუშვათ, აი სულ მაგას უსვამ ხას, რომ ისეთი შეცდომა არ დაუშვათ, სპორტული მიმართულებით უკვე სამოყვარულო დონეზე აიტანს რაღაცას, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა სპორტს ანვითარებ, მე გულისხმობ აი მწვრთნელების მიმართულებას, მშობელი რო ბავშვს ჩაგაბარებს, ან ბავშვებს, ეხლა ძალიან ბევრი ბავშვი მოდის უკვე და მოყავთ შუბლებს და უნდათ რომ რაღაცა როგორც სპორტს ისე შეახედონ თავიანთ შვილებს და რა თქმა უნდა ბავშვებსაც უნდათ. ბოდიში წეღან ახსენე ხო მწვრთნელები ყავს არიან ხო? კი, ლიცენზირებულები. კი, ეხა იყო ეს ლიცენზია. ძალიან კაი. კი და სწორედ ამიტომ ხა რაღაცას ასწავლიდე, ის მწვრთნელის კლუბის სახელით ასწავლის და მანდარი სწორედ მნიშვნელოვანი ეგ ნაწილი არის, თორე ხა სამოყვარულო ტურნირზე რაღაც შეცდომა დაუშვა, ესე რომ იტყვიან გავიცინებთ და გავივლით ყველა, ხო. იქაც ჩვენ ცოტა მძიმედ უყურებთ ხოლმე რა რაღაცეებს, ასე ვთქვათ, ჩვენი თავისთვის, რომ იქაც არ უნდა იყოს რაღაცეები, ასე ვთქვათ, პრობლემები და ბოლომდე გვინდა რომ ყველანაირად ხარისხს მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ აი იმ თვალსაზრისით თუ შევხედავთ რომ ბავშვი მოდის შენამდე, კლუბამდე და მწვრთნელი ხვდება და ავარჯიშებს ბავშვი, მოზარდი არ აქვს ამას მნიშვნელობა და სპორტს ისე უყურებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქიზია აქ სიტუაცია, რომ რაღაცნაირად სწორად ავუხსნათ, სწორად განვავითაროთ, იმიტომ რომ უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლომდე არავინ არ ვიცით ხა რაშია საქმე, ვერ ყვევით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სწავლის პროცესში ვართ და აი ამ პროცესში არ უნდა, ასე ვთქვათ, დავაზიანოთ არც ეს სპორტი, არც დაინტერესებული, ასე ვთქვათ, პირები პადელით და აი ეს არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მწვრთნელები გვაქვს, როგორც ვახსენე, ლიცენზირებული, მაგრამ სასწავლი კიდევ ბევრი გვაქვს, რა თქმა უნდა და სად ვართ ჩვენ სწავლისთვის და ხო, ძალიან ისეთი სწორი მიდგომა არის ჩემი აზრით. ხო, არა მარტო ის რა, რომ კორტები გაიხსნას და ასე შემდეგ. სწორი მიდგომა ზუსტად აი მოყვარული ადამიანის, ასე ვთქვათ, მოთამაშეც მოდის კორტზე, ელემენტარული არ ხურდება, შეიძლება არ გახურდეს, არ გაიწელოს, ისე შევიდეს, რომ რა მოხდა რა, პადელია, ესე არ არის. ხო, საკმაოდ ტრავმიანი იქნება, იმიტომ რომ მარტო ხელი ხო არ არის. კი, რა თქმა უნდა, ზოგი ხელს იტკიებს, ზოგი მუხს იტკიებს ხოლმე და ანუ ეს უნდა გავიგოთ, არ არის აუცილებელი, არ ვიზახი იმას, ვინმე მისი არ გაიგოსო, ყველა პადელის მოთამაშე უნდა გამოვიდეთ რა. ის ადამიანი ცოტა შემოდის, არ აქვს რა მოედანზე შედის კორტზე, კალათბურთის მოედანზე, ფეხბურთის მოედანზე, ელემენტარულია, რომ ეს კულტურა არის სპორტული, ადამიანი უნდა გაიწელოს, რომ ტრავმა არ მიიღოს და საკმაოდ ტრავმულიც არის პადელი ამ თვალსაზრისით და ჩვენ ხო ვფიქრობთ, რომ ნელ-ნელა ასე ვთქვათ, ელემენტარული რაღაცა სივრცეც შეუქმნათ ამ ადამიანებს. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ გამიხარდება, რომ ეს თქვენთან ერთად მოხდეს. ამ მიმართულებით, რომ რაღაცა ელემენტარული გასახურებელი საშუალებები იყოს და ეს უკვე თქვენი მიმართულება, ეს უკვე თქვენი ნაწილი მგონია და ჩვენსაც გავაკეთებდით, ასე ვთქვათ, თქვენაირი გამოცდილი ხალხი თქვენ ნაწილს და რაღაცა ამ კულტურასაც დავამკვიდრებდით, რომ ეს მარტო არ იყოს კიდევ ერთხელ ვიძახი ბიზნესი, რომელიც კორტი არის, ადამიანი მოვიდა, ის 1 საათი, 2 საათი ითამაშა, რაღაცა კისერიც უტეხია და მერე წავიდა. ესე არ უყურებთ და ესე არ შევხედავთ არც შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს გზა ავირჩიეთ მოკლედ და დანარჩენი გამოჩნდება. მიყვებით. ვეცდებით ყველანაირად. დაუსრულებთ. ვეცდებით ყველანაირად, კი. ძალიან კარგი. დღესდღეობით რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა კუსტბა პადელისთვის? კუსტბა პადელისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ზამთარი. სხვანაირი ზამთარი. მაგრამ მაინტერესებდა, ზამთარში როგორ არის თვითონ საფარი? ნუ თუ საშუალებას გაძლევს ამინდი, მე ხარ ვიძახი წვიმა, თოვლი და ასე შემდეგ. ზამთარში ისეთი თუ მშრალი ყინვები რო. ზამთარშიც გვაქვს ხოლმე კარგი ამინდები და რა თქმა უნდა თამაში შეიძლება, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, საუბრობთ იმ ზამთრის დღეზე, სადაც თოვლია მოსული, რა თქმა უნდა ვერ ვათამაშებ. თუ ასე ვთქვათ, მოყინულია ამაზეც არ შეიძლება თამაში არც მოთამაშისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ტრავმა მიიღოს და კორტსაც უფრთხილდებით ამ ნაწილში, რომ ზიანდება, რა თქმა უნდა, თავის დაზიანებას იღებს და ისედაც ადამიანს ალბათ ქურთუკით თამაში არის სიამოვნება, რა ცივა, საკმაოდ ცივა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის და რადგან ღია კორტი არის, წვიმის დროსაც გვაჩერებს. ეხლა ფეხბურთის თამაში გვიყვარდა ხოლმე, ასე ვთქვათ, წვიმაში და რაღაცა მე პირადად უფრო მიყვარდა ფეხბურთს ვთამაშობდი, წვიმას ველოდებოდი და რაც უფრო მსიამოვნებდა. ამ შემთხვევაში, პადელის შემთხვევაში არ არის ესე, ელემენტარული ბურთიც არ მოძრაობს სწორად და შეუძლებელი ხდება, ასე ვთქვათ, თამაში და ამასაც დავარქმევდი, ასე ვთქვათ, გამოწვევად, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუმცა არ ვეხებით აქაც იქიდან გამომდინარე ლოკაციას, ესე რომ ვთქვათ, პატივს ვცემთ, არ გვინდა რომ ესაც უნიკალური სივრცე და ეს კორტები და ეს სილამაზე რაღაცა კონსტრუქციებმა მოიცვას, რაღაცა დიდი ჭრილი გაჩნდეს ამის თავზე და მთელი ამ ლოკაციის, ასე ვთქვათ, და ამ კლუბის შინაარსი ის არის, რომ რაღაც სუფთა ჰაერზე უნდა იდგნენ ბოლომდე. სიმწვანეს უნდა ხედავდნენ და ასე შემდეგ რა. ამიტომაც რაღაცა აქაც ნუ დღეს ესე ვფიქრობთ ყოველ შემთხვევაში, როგორც საქმეს, რა თქმა უნდა ჭირდება გადახურვა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა ესეთია, რომ რაღაცა კუსტბა, რომელიც არის თაობებია გაზრდილი და ყოველას ცნობილია და დარჩეს კუსტბა და არ უყურებთ ისევ აი იქიდან გამოვდივარ, არ უყურებთ როგორც რაღაცა ბიზნეს, რომელმაც კიდე თუ არა 12 თვე უნდა იმუშაოს რა და როგორც იქნება იყოს ისე. დარჩეს უნიკალური და იყოს სადაც თავარია ხარისხი და სხვათა შორის თუ ცუდად არ გამომივა ჩემი მხრიდან ესეა რომ დღეს ადრე არ იყო ასეთი ცნება პრემიუმ პადელის საქართველოში და დღეს უკვე ისმის, რაც კუსტბა პადელი გამოჩნდა. მე ხა ასე ვთქვათ მომხმარებლის და მოთამაშეების
სიტყვას ასე ვთქვათ ვაჟღერებ, რომ ეს ტრენდი ჩამოყალიბდა. აი რაც ჩვენ აქ ასე ვთქვათ ამ კლუბი და ეს პროექტი გავაკეთეთ, ამის შემდეგ უკვე არის ეს ცნება, რომ პრემიუმ ხარისხის პადელი და ვახსენდებით ადამიანებს ჩვენ და ეს ძალიან გვიხარია და თქმა უნდა და ორმაგ ენერგიას გვაძლევს, რომ უკეთესები გავხდეთ და მაქსიმალურად უსმენთ მომხმარებელს, მათ მოთხოვნებს, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გვინდა, რომ ასე ვთქვათ, უკეთ და უკეთ დღითი დღე გავიზარდოთ როგორც კლუბი, იმიტომ რომ პადელის კლუბი არ არის მარტო კორტები. უნდა მოიცავდეს სხვადასხვა საჭირო სიტუაციებს და აი აღტრიალებთ ზუსტად რა. ისე ის მაინტერესებდა ძალიან თვითონ საფარის მოვლა რთულია? საფარის მოვლა რთული არ არის. ცოტა სხვანაირი იქნება და ნუ ზამთარში ცოტა სხვა მოვლა უნდა ხო, რთული არ არის მოვლა, რა თქმა უნდა, მაგრამ საჭირო არის. ჩვენ შემთხვევაში ესეა, რომ ყოველ თვე გვყავს ამ მიმართულებით ადამიანი, რომელიც გვერდში გვიდგას, გვაქვს სპეციალური აპარატი და ეგრეთ წოდებულ გადაჩოთქვას აკეთებს, სადაც ამ შემთხვევაში საფარი მოყავს პირველად მდგომარეობაში და მოგიხსენებათ კორტებზე ქვიშა წყლია და ამ ქვიშას ანაწილებს თანაბრად. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთი ნაწილი პრინციპში მისი მოვლის, რადგან გარე სივრცეში არის ხშირად ინძურდება და არ უნდა მივცეთ ამის საშუალება და ასე ვთქვათ, უნდა მოუვაროთ ამ ნაწილშიც, რომ შიგნით არ ეყაროს, ასე ვთქვათ, ნაგავი არ ეყაროს კორტებზე და მომხმარებელი კმაყოფილი იყოს და შუშების გაწმენდვა რა. თვეში ერთხელ ამასაც რა თქმა უნდა ვაკეთებთ და თუ საჭიროა მეჯერაც რა. ეს არის პრინციპში ამის მოვლა, ჯერჯერობით სხვა პრაქტიკა არ ქონია, კიდევ ერთხელ ვიძახი, ახლები ვართ. თავარი კაი ამინდები იყოს. თავარი არის კარგი ამინდები იყოს კი და ყველაფერი კარგად არის მე. აი რომ გამოჯანმრთელდები, პარა აიყვანე და მე და გიო ვითამაშოთ. სერიოზული. მანამდე მაშინ ივარჯიშებთ, რომ მე უკვე ნათამაშები მაქვს და შეიძლება წინ ვიყო. წინ ვიყო შეიძლება, ამიტომ ჩვენ მოვემზადებით. მანამდე მოვემზადებით. შეკრებას გავიგეთ. რომელი ერთობლივი ღონისძიება დაგამახსოვრდა ყველაზე ძალიან და რატომ? თქვენ არ გეწყინებათ, პირველ რიგში თუ ვიტყვი ბაბოლატი ლამბორგინის თას, რომელიც ვახსენე, უნებრივია, ამით ეს იყო ოქტომბრის თვეში, წინა წელს. ამით გავიხსენით, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაუსვა. ამითი მოხდა ჩვენი კორტების გახსნა, ასე ვთქვათ, საზეიმო გახსნა და ტურნირი ჩავატარეთ შესაბამისად და რაცა პირველი რო ხდება ხოლმე და მეთანხმებით რომ ის ყოველთვის რაც დაუვიწყარი არის, უფრო ხო სიმბოლურიც არის, რა თქმა უნდა და მაგრამ ამის შემდეგ თუ ყველა ტურნირი არ მინდა რომ ვინმეს რამე ეწყინოს, მაგრამ გამოვარჩევდი ოქტოპუსის აი ამ ფესტივალს, რომელიც ახლა ჩავატარეთ, რომელიც დაკავშირებული იყო ოქტოპუსის 10 წლის იუბილესთან. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დღეს აქვსი ვარ და ასე თქვენს წინაშე ვარ, გულწრფელად ვამბობ, ფესტივალის სახე არა თუ ჩვენ შემთხვევაში მე არ მახსენდება, საქართველოში, პადელის კლუბში, მსგავსი, ასე ვთქვათ, ამდენი მიმართულებით აქტივობა, სადაც იყო მარათონი, სადაც იყო იოგის ვარჯიშები, სადაც იყო ფუნქციონალური ვარჯიშები და პლუს ამას, როგორც ვახსენე, ვერავინ მაგალითს ვერ მოიყვანს, არა თუ საქართველოში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორტზე ჩატარდა CrossFit-ის ჩემპიონატი და რაღაც ამით შეგვიძლია ჩვენი მხრიდან ვიამაყოთ, რომ ეს გამოგვივიდა მიუხედავად იმისა, რომ უყურებდი ამ ერთ-ერთ კორტს, სადაც ეს ხდებოდა, ძალიან ნერვიულობდით საფარზე არ დაზიანდეს, ძალიან ისე უყურებდით, რაღაცა შეძახილებით, ცოტა ნელა ხუმრობით მაქსიმალურად ვცდილობდით კი და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აი ამ ასე ვთქვათ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან აღნიშნეთ ესე ლამაზად და აი ესე მასშტაბურად რაღაცა ეს სივრცე ამისთვის
ფიქრობ, რომ მზად არის, არ ვართ მარტო პადელის კლუბი, სადაც კიდევ ერთხელ ვიძახი, მარტო ადამიანი მოვა და ითამაშებს, რა ვიცი, სპორტული მიმართულებით, ხა თუ რამის მოფიქრება შეიძლება, რატომაც არ არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ახლა როგორც ასე ვთქვათ, დავპარტნიორდით და უფრო მეტიც დავმეგობრდით, ესე გაგრძელდება და არ დაველოდებით ხოლმე რაღაც საიუბილეო თარიღებს და ხშირად შევხვდებით ერთმანეთს, როგორც სპორტული მიმართულებით, ისე სპორტის გარეთ, რა თქმა უნდა, ღია ვართ, მზად ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცას CrossFit-ი მოწონს, კი ბატონო, ვიღაცას იოგა მოწონს, ვიღაცას პადელი მოწონს, თავარი ის არის, რომ თუ საუბრობთ სპორტზე და ჯანსაღ ცხოვრებაზე, თავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს ახალგაზრდა თაობას დავანახოთ, რომ ეს არის ის ერთადერთი სწორი გზა. ყველა წარმატება, ან წარმატებული ადამიანი ამის უკან დგას, ან წარმატების შემდეგ აუცილებლად ჭირდება აი ეს მსგავსი ცხოვრება და მიდგომა. და ერთსაც დავამატებდი, რომ ამ მიმართულებით ხა ბავშვებზე ხშირად საუბრობთ ხოლმე და ბავშვების ჩართულობაზე და მომავალი თაობის და ჩვენ დავიწყეთ უკვე, აი თქვენი ფესტივალის შემდეგ, აქამდე უბრალოდ თქვენ რადგან გელოდებოდით ამ ფესტივალის ფარგლებში ხელი რო არ შეგვეშალა, არ დაგვიწყია და ეხა დავიწყეთ 1-2-3 დღეა, რომ ვაჩენთ სხვადასხვა ზონებს, ასევე ბავშვთა ზონას. გარდა იმისა, რომ კუსტბაზე უბრალოდ იყოს რაც გასართობი ბავშვებისთვის, აქ სხვა შინაარსი ძდევს და გულწრფელი ვიქნები და არ დავმალავ, რომ ამის უკან დგას ის, რომ ბავშვი, რომელიც შეიძლება პადელის საერთოდ არ აინტერესებდეს, მოვიდეს იმ, ასე ვთქვათ, გასართობ ადგილამდე, რომელიც ბავშვს აინტერესებს და ეს ხდება კორტებთან ძალიან ახლოს, აიდანაც გამოჩნდება კორტი, პადელის კორტი უშუალოდ თამაში და შეიძლება ამ მიმართულებითაც, ასე ვთქვათ, ჩავრთოთ და კაი გაგებით ვაიძულოთ, რომ სპორტი ბავშვობიდან ამ სპორტს უყურებდეს და გქონდეს აღქმები, სწორი აღქმები ამ სპორტთან დაკავშირებით. აი ესეთი რაღაც საიდუმლოსავით ხა ძალიან დიდი გეგმები გქონია და ძალიან მაგარია ეს. ძალიან მაგარი. თან სივრცე ყველაზე მაგრა ხელს გიწყობს. საოცარი ადგილია. კი, სივრცე. რა ვიცი, მართლა ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ეხაც გამოჩნდა, რომ მართლა ძალიან კაი პროექტი გამოვიდა. კი, ეს პროექტიც რაღაცებს ვიკარნახებდა ალბათ ყველას თქვენი მხრივ, ჩვენ მხრივ, რომ აი რა შეიძლება ამის შემდეგ კიდე გაკეთდეს და მგონია, რომ იმდენად ჯანსაღი სივრცე არის და გარემო არის, მაგრამ მგონია, რომ იქ რამე არაჯანსაღი, უბრალოდ რამე ჯანსაღი იქ ვერ გააკეთო, თუ რა თქმა უნდა სურვილი იქნება რა. ბესო, როგორ წარმოგიდგენია ქართული პადელი 5 წელიწადში? ქართული პადელი 5 წელიწადში ძალიან მაგრა წარმომიდგენია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხო უცებ ვიცით ქართველებმა ეს ატაცებ და საკმაოდ ავიტაცეთ ახლა ეს სპორტი რა. სხვათა შორის არა მარტო ჩვენ მთელ სოფლიოში ეს პროცესი მიდის. მე უბრალოდ გამოვყოფდი ესპანეთს და არგენტინას, სადაც ასე ვთქვათ ყველაზე მეტად დამკვიდრდა ეს სპორტი. მესი რო გადავიდეს პადელს. მესი რო გადავიდეს, შესაძლებელია. ხა ზიდანი გადასული არის, ზიდანი თამაშობს, თავის კლუბიც აქვს და ძალიან მაგრა თამაშობს. კი, ზიდანი მაგრა უბერავს, მაგარი კლუბიც აქვს. გამოვიყვანოთ ეს. რობენი, იბრაგიმოვიჩი, არიან კიდე ეხა არ მახსენდება. ვაფშე ვერ ხვდება ამ ვარჩაზე აი ის როგორ შეუნდა გიყურო ხო ამ იბრაგიმოვიჩი, რობენი, ვინები არიან ზიდანი კაი ხალხია. ო ზიდანიც როგორა გაგებული, იცი თვარო არა. კარგი ხალხზე ვსაუბრობთ და კი ეს ხალხიც ჩართული არის, თავიანთი ლევანდოვსკის თავისი კლუბი აქვს, ასე ვთქვათ, იმისი პადელის მოთამაშეები ყავს, მე გულისხმობ და ამ ხალხს ყველას თავის კლუბი აქვს და ამიტომ ამბობ, რომ უფრო ესპანეთს და არგენტინას გამოვყოფდი, სადაც ძირითადი ძლიერი მოთამაშეები აქედან მოდიან და ბევრი წელია უკვე დამკვიდრებულია, სხვა დანარჩენი ყველა ერთად ვითარდებით და შეიძლება ბოლოს, ესე ვთქვათ, ქართულმა პადელმა, არ ვიცი, რაღაც თავის სიტყვა თქვას რა. პირველი ჩოგანი შენ უნდა იყო. არა, პირველი ჩოგანი მე ვერ ვიქნები. 1 წელიწადში. არა, მე უკრინდან უფრო გამომდის რაღაცეები და რასაც ვაკვირდები ჩემ თავს და მგონია მირჩევნია, რომ უკრინდან ასე ვთქვათ, წყნარად ჩვენ უკრინდან მივაწვეთ პადელს და დავეხმაროთ განვითარებაში და დანარჩენი, როგორც ვახსენე,
ჩვენ მწვრთნელებთან ერთად, ჩვენ გუნდთან ერთად ვეცდებით, რომ გავზარდოთ კარგი პადელის მოთამაშეები და ეს იქნება ის პირველობა, რადგან ახლა რა ვიცი, საუბრობდი, რომ პირველი მან ვიყოთ პირველი, რომ ძალიან კარგი იქნება თვალს კუსტა პადელის აკადემიის სახეს მიიღებს და ამ აკადემიაში გაიზრდება კარგი ბავშვი, კარგი მოთამაშე და ბევრი პროფესიონალი. ნახოთ, მე მგონია, რომ 5 წელიწადში ძალიან წინ ვიქნებით და ყველა ერთად ასე ვთქვათ, ვინც პადელის ოჯახში მოიაზრება დღეს და შემდგომ ვინც შემოგვიერთდებიან, დიდი იმედი მაქვს, რომ მე რა თქმა უნდა ვერავის ვერ დავავალდებულებთ, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც შეხედავენ და არა მხოლოდ რომ რაღაცა მარტო ბიზნესი და ასე შემდეგ. ასაკით შეზღუდული არ არის, ხო? ასაკით შეზღუდული არ არის პრინციპში და კი ბატონო, ეგრეა. ვესო, ესეთი ბლიც კითხვები გვაქვს ეპიზოდის ბოლოს. რა ხარ? არ ვიცი, ბლიც კითხვების ამბავში არ ეს კიდე ახალია ჩემთვის ბლიც კითხვები. ყველაზე რთული მოწინააღმდეგე არის ძლიერი მოთამაშე თუ ჭკვიანი მოთამაშე? ჭკვიანი მოთამაშე. ერთი შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა დამწყები უშვებს. ფოტოსები არ ასვით. შეხშველა რო გამოს. ნასკები თუ ვერავ. ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ალბათ უფრო ჩოგბურთს ნუ შეადარებენ რა. ხო, ყველაზე რეალური მომენტია. იმიტომ რომ ბევრს ჩოგბურთი აქვს მაგამდე ნათამაშები და ცდილობენ რომ ის დგომი კონდეთ, რაღაცა იმ თამაში არიან რა და პადელის სოდნა კიდე სხვა არის რა. ანუ პადელი ითამაშონ რა, მაგრამ ხო რა თქმა უნდა პირველივე იმაზე პადელს ვერ თამაშობენ, მაგრამ ალბათ ჩოგბურთს ნუ შეადარებენ. ვინ მოიგებს თამაშს? გამოცდილება თუ ენერგია? რთული შეკითხვა არის. გამოცდილება თუ ენერგია? ალბათ უფრო გამოცდილება მაინც. ბესო, ერთი ადამიანი, ვისაც აუცილებლად ასწავლდი პადელს. აი კუსტბაზე ხშირად ხვდები ხოლმე ბატონ გივი სიხარულიძეს, ხშირად დადის კუსტუმრობს კუსტბაზე და დაინტერესებული არის და გივი სიხარულიძეს ასწავლიდი პადელს. დაჟე გეტყვი რომ უყურებდი მაგის თამაშს. აუ კი. აი აუცილებლად რა მასტერ სპორტას რას ლაპარაკობ. ხო, ეგ ახლა ისე არ ჩაიulis. თუ პადელის ელჩად ერთ ცნობილ ქართველს აირჩევდი, ვინ იქნებოდა ის? ალბათ კვარა. ალბათ კი არა კვარა. კვარა. პადელის ელჩი კი არა, საქართველოს ელჩია. მოსულა, კი. ჩემი აზრით და დამეთანხმებით და მოდი პადელშიც იყოს კვარა რა. დავაი. მაგარი ბიჭია და გამოუვა იქ ამბავიც. და ბოლოს, თუ უნდა დაგვარწმუნო 10 წამში, რატომ უნდა დავიწყოთ პადელის თამაში, რას გვეტყვი? 10 წამი გაქვს. 10 წამი მაქვს რომ დაგარწმუნოთ პადელი რატომ არის გულისთვის არის კარგი. გულისთვის. გულზე. თუ გული არ გაწუხებს, გულზე აქვს. და ვისაც ცხიმია გულზე. აჩი გაგისტორდება. ყველა ვარიანტი გაგისტორდებათ რა. ოკეი. გულს რო თავი დავანებოთ და სხვა დანარჩენს, აი რა ვიცი სანიზლაოს ჩამოვალ, ერთხელ ვინც ითამაშა, ის ვერ გაეშვა და თუ თქვენ იქნებით ის გამონაკლისი, მაშინ იყავით. მაშინ და მაშინ არ ყოფილა თქვენი ძმა და ეგ. კი არა 10 წუთიც რომ მომწესე კი ვერ დაგარწმუნებ რა. 10 წამში გეტყვი რომ შედით, ითამაშეთ და ყველაფერს თქვენით მიხვდებით. სუ ეს იყო. ბესო ძალიან საინტერესო რესპონდენტი იყავი. მადლობა. ადელში, ხო, ცოტა ისე ღრმად ჩაგვახედე და მადლობა, რასაც აკეთებ. იმედი მაქვს, რომ საინტერესო გამოვიდა ჩვენი საუბარი, მეც ახლა დიდი ექსპერტი არ ვარ, რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმეზე მეტი მესმის და გვესმის, მაგრამ კიდე ბევრი გვაქვს ასწავლი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება ქართულ პადელში. ბევრი წარმატება. ეგეთი პირი უჩანს. კი. ესე იქნება აუცილებლად კუსტბის კლუბს, ასე ვთქვათ, კუსტბა პადელის კლუბს კიდე სხვა პასუხისგებლობა აქვს, ისევ და ისევ ლოკაციიდან გამომდინარე, იქ მარტო პადელის სათამაშოდ ხალხი არ მოდის ჩვენთან, იქ დადის დამსვენებელი, რომელმაც არ იცის პადელი და ეს პირველი შეხების წერტილები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ავუხსნათ რა სპორტი არის, დავაინტერესოთ და ვათამაშოთ და ჩავრთოთ. ანუ აი ეს ხა ამ ხელა რაღაცა მოვყევი, რომელიც ეს მარტო ის არ არის, რომ მოვედიკო თქვენ კლუბში, ვითამაში და წავედი. ანუ დაინახა უბრალოდ კორტი და აი მე უკვე ჩვენზეა რა, როგორ შევიყვანთ, შევაცილებთ კორტებამდე და ამიტომ ლოკაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცოტა სხვა პასუხისმგებლობები აქვს ჩვენ კლუბს და
მე მჯერა რომ თავს გავართმევთ. მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ბოლო ეპიზოდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, თუ ვინც იყავით ამ ამბის ნაწილი. და ოქტოპუს პოდკასტი აუცილებლად დაბრუნდება ახალი ენერგიებით, განსხვავებული წამყვანებით და მოკლედ ჩემო გიო დაამატე ხა რა ხდება. რა დავამატო, ეგა ხო, რა მადლობა რომ გვიყურებდით მთელი ეს პერიოდი. არ დავიწყდეთ კიდე რა? არ დაგავიწყდეთ, ხო, გამოწერა ჩვენი არხის YouTube-ზე და Spotify-ზე, ასევე არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება YouTube-ზე. და მოკლედ გველოდეთ რა. შემდეგი სეზონიდან ჩვენ არა, ოღონდ სხვა ორი ისეთი გემრიელი წამყვანი, რომელიც აუცილებლად ძალიან მალე დაგიბრუნდებათ. მადლობა. ნახვამდის.